ამ კითხვაზე, მაგრამ სანამ ამ კითხვაზე გიპასუხებთ, მე უსმენდი ახლა თქვენ წინა გამომსვლელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდა ეგრეთ წოდებული არჩევნებისკენ მისვლისკენ, არჩევნებზე მისვლისკენ, რასაც და მე მინდა ახლა საქართველოს მოქალაქეებს მიმართო, სანამ კითხვას უპასუხებ, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს 4 ოქტომბერს. ამ ქვეყანაში არსებობს რუსული სპეცოპერაცია და ყველა ვინც გეუბნებათ თქვენ და მოგიწოდებთ, რომ უნდა მიიხვიდეთ ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებთან რეალურად რუსულ სპეცოპერაციაში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მოწმინდოდ პირი შეეყავხართ თქვენ შეცდომაში. არანაირი ცვლილებები ამ ქვეყანაში, არანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნებით, სადაც ბიძინა ივანიშვილს აქვს ყველანაირი ძალაუფლება, არ იქნება 4 ოქტომბერს. თუმცა ამომრჩეველმა გადაწყვეტა სანა მაინც ამომრჩევლის გადასაწყვეტია საბოლოოდ ისწავლა თუ არ წავა არჩევნებს. კი, და მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი თვალით ნახეს არაერთხელ და განსაკუთრებით ბოლო არჩევნებზე, რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს, არსებობს მხოლოდ დაშინება, ზეწოლა, შანტაჟი, უბედურება და შემდეგ ცესკო, რომელიც პირდაპირ მიმაგრებული არის სუს და ქართულ ოცნებას და წერს იმას, რაც ბიძინა ივანიშვილს უთხრეს, ზუსტად საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე კარგად, ყველა პარკეტის პოლიტიკოსზე უკეთესად, ყველა იმ ადამიანზე უკეთესად, რომელსაც თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესი აქვს, რომ ამ არჩევნებში ბიძინა ივანიშვილს პირი მომბანონ, უკეთიციან, რომ ამ ქვეყანაში ერთადერთი ცვლილება ეს არის მშვიდობიანი საპროტესტო აქცია, რომელიც დაგეგმილია 4 ოქტომბერს, ამიტომაც არავინ არ უნდა მივიდეს ეგრეთ წოდებულ საარჩევნო უბნებთან, ყველა უნდა მიხვიდეთ რუსთაველზე, მოხვიდეთ რუსთაველზე 4 საათზე. ეხლა რა შეეხება კითხვას, ეხლა საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აი ამ საცირკო წარმოდგენას, რომელიც დღეს გაიმართა სააპელაციო სასამართლოში. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და გასაგებიც იყო ეხა ეს რუსული დავალება, რასაც შეასრულებდა სააპელაციო სასამართლო, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო, არსებობს მხოლოდ რუსული ოცნება. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ეს არის პუტინის და რუსეთის შურისძიება იმ წარმატებულ 9 წელზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა და რასაც ქვია ქართული სახელმწიფო. ხო, ეხა უფრო სერიოზულად რა განაჩენის არ უნდა დარწმუნებული ვიყავით, რომ იგივეს დატოვებდა, ერთი არის ცხადი, რომ რა განაჩენის მათ არ უნდა გამოიტანონ ეხლა ამ სააპელაციო სასამართლო და ბიძინა ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილს და ერთიან ნაციონალურ მოძრაობას გაამართლებს საქართველოს ისტორია. ამაში ვარ ღმად დარწმუნებული. თვითონ ამასაც რო შეხედოთ, ანუ თქვენ ხო გახსოვთ ეს რაღაცა მითები, რომ მიხეილ სააკაშვილმა იქ რაღაცა 9 მილიარდი მოიპარა და ასე შემდეგ და საწვავიდან, ბენზინიდან რო თითო ლარი მიხეილ სააკაშვილი ჯიბეში მიდიოდა, ხო გახსოვთ 2012 წელს და შემდეგაც ეს რაღაცა პროპაგანდა, რიცაც ქართული ოცნება საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას საჯერებდა. დღეს აღმოჩნდა ის, რომ ეს პროპაგანდას თავზე ჩამოექცათ, იმიტომ რომ არანაირი 9 მილიარდი არ არსებობს და ეს 9 მილიონიც კი რაღაცა გაბერილი რაც აქვს რეალურად არის საპრეზიდენტო ხარჯები და რას ნიშნავს ეს საპრეზიდენტო ხარჯები? ეს არის ის, რასაც საქართველოს კონსტიტუცია ავალებდა მაშინდელ პრეზიდენტს, რომ წარმოედგინა საქართველოს საერთაშორისო დონეზე და მიიღო საერთაშორისო სტუმრები. აი რაღაც ეგრეთ წოდებული ვენოკების საქმე, სადაც მიიტანა უბრალოდ გვირგვინი ლევ კაჩენსკის დაკრძალვაზე იუშენკოს რა ქვია საპონი რომ მიართვეს აბანოში, რედბული რომ დაალევინა კლინტონს და ასე შემდეგ. აი ეს არის რეალურად აი ეს ხარჯები და დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის აი ამ თუნდაც აი ამ საქმითაც და აი ამ რუსეთის დავალების შესრულებითაც, რომ მიხეილ სააკაშვილს ამ ქვეყნისთვის არ მოუპარავს არც ერთი თეთრი, იმიტომ რომ მისი ბრალი შედგება აი შეთითხნილი ბრალი, რომელიც ხოთაშვილის ფარცხალაზე შეთითხნა, რომელიც თავის დროზე გენპროკურორად ყავდა ჩვენ და რუსეთის ოფიციალური აგენტი არის ახლა ოთარ ფარცხალაძის შეკერილი ბრალია ეს სააკაშვილის წინააღმდეგ. აქაც კი გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის თავის საკუთარი ბინაც კი არა აქვს საქართველოში და კახეთის ეს ვენახი, რომელიც ახლა აღსრულებას უნდა გადაეცეს და მისი საკუთარი სახლი, რაღაც 70 კვადრატი, აი ეს არის, რასაც რეალურად მიადგენ, მაგრამ რისთვის ასამართლებენ? ასამართლებენ წარმატებული სახელმწიფოსთვის, ასამართლებენ იმისთვის, რომ კორუფციას ებრძოდა, ასამართლებენ იმისთვის, რომ რუსეთს არ დაუჩოქა, ასამართლებენ იმისთვის, რომ დამოუკიდებლობიდან ის 9 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში იყო, როდესაც სახელმწიფო დადგა ფეხზე, როდესაც სახელმწიფომ ανახა ყველას, რომ ქართული სახელმწიფო არის ძლიერი და ვიყავით თითით საჩვენებელი დასავლეთ ევროპაში, როდესაც აქ ჩამოდიოდნენ საერთაშორისო ვიზიტებით, მათ შორის ამერიკის პრეზიდენტი და ჩვენი ევროპელი ლიდერები, რომლებიც საქართველოს ეძახდნენ თავისუფლების კუნძულს და დემოკრატიის კუნძულს. აი ეს არის რეალურად რისთვისაც დღეს გაასამართლეს მიხეილ სააკაშვილი და თემო ჯანაშია კიდევ უფრო უარესი. ანუ თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თემო ჯანაშიას ბრალი კიდევ უფრო აბსურდულია იქიდან გამომდინარე, რომ თემო ჯანაშიას ედავებიან ადამიანს, რომ მან შეასრულა უბრალოდ ბრძანება. ანუ ამ მიდგომით მათ შეუძლიათ რა ვიცი ანზორ ჩუბინიძიდან მოყოლებული საერთოდ დააკავონ დღეს ყველა, ხო?
ანა, მაგრამ ამის პასუხი აქ კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის, ან ეს რო ვთქვა აუცილებლად, რომ რატო 4 ოქტომბრამდე ხა მათ შეეძლოთ ეს განაჩენი მანამდეც დაედგინათ 4 ოქტომბრამდეც ამ შემდეგ, მაგრამ ეს 4 ოქტომბერს დაამტყიეს სპეციალურად და გონიათ რომ ამით საქართველოს მოქალაქეებს დათრგუნავენ და ანახებენ რომ თუ მიხელ სააკაშვილი შეუძლიათ ესე უსამართლოდ გაასამართლონ, ციხეში ჩასვლა, ნაწამონ და ასე შემდეგ. მაშინ ეს შეუძლია საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან. კი ბატონო, ერთი კითხვა მინდა რომ მოვასწრო, აი 4 ოქტომბერზე საუბრობდით თქვენ რომ 4 ოქტომბერს თუ სადმე უნდა წავიდეს მოქალაქე, ეს არის რუსთაველის გამზირი 4-ში 4 საათზე. აი ამასთან დაკავშირებით ქართული ოცნება, მაგალითად აი კალაძე ამბობს რომ პირობას ვდებ ჩვენ უფრო მეტიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. აკაცუკებმა უნდა გაიგონ ერთი რამ, ყველაზე მთავარია გაღიაროს ქართულმა ხალხმა. ამ ქვეყნის პატრონი და მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხიო, ამბობს კალაძე. ზუსტად 4 ოქტომბერთან დაკავშირებით. გასაგებია, კოცები რა სიტყვიან ეს საერთოდ უმნიშვნელოა, გასაგებია მათი ეს რიტორიკა. აქ თავარია რა უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეების პასუხი. ხა ისტორიულად რო ეშინიათ 4 ოქტომბრის ეს ჩანს ლევან ხაბეიშვილის დაკავებითაც. ერისთვის დააკავეს ლევან ხაბეიშვილი საჯარო განცხადებისთვის, რომელიც შემდეგ გავაკეთეთ ყველა მისმა თანამებრძოლმა, მაგრამ გითხრეს რომ არათურმე მათ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილი აინტერესებდა და გახსოვთ თქვენ ხა ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით დამცინავი კომენტარები რო ქონდათ რომ არაფერი არ არის 4 ოქტომბერზე თუ არ ეშინიათ 4 ოქტომბრის გამოუშვათ მაშინ ლევან ხაბეიშვილი გარეთ ჩაკეტილი რო ყავდა ტელევიზორიც რო არ აქვს და მიმოწერის უფლებას და ოჯახის წევრებს რო არ ენახებენ და ისეთ იზოლაციაში ყავთ როგორიც არ ყავთ არც ერთი პატიმარი. ისი ეშინიათ მაშინ გამოუშვან ლევან ხაბეიშვილი თუ არ ეშინიათ 4 ოქტომბრის და 4 ოქტომბერი მათთვის არ არის რაღაცა ისეთი დღე სადაც მათ პანიკა აქვს. რეალურად აქვს პანიკა. მათი განცხადებები ამას მიუთითებს. იმიტომ რომ მათ იციან ერთი რაღაცა, იციან ის რომ 4 ოქტომბერს გაბრაზებული საქართველოს მოქალაქეები მოკვეცრავ შვიდობიანად რო იძახეს, მაგას შევეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ ყველა მივდივართ იმისთვის, რომ შვიდობიანად უნდა მოვახდინოთ ეს რევოლუციური ცვლილებები, იმიტომ რომ თუ ვინმე შეიძლება აწყობდეს ძალადობა, ეს არის ქართული ოცნება. იმიტომ რომ ჩვენი ადამიანები მივდივართ ოჯახებით, მივდივართ იმისთვის, რომ შვიდობიანად ძალიან წყნარად შევძლოთ ის ცვლილებები, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანს გამარჯვებას. ეს არის შვიდობიანი დამხობა. იქ რა ძალიან ხშირად არის ხოლმე კითხვა და განსაკუთრებით ეხა ბოლო დღეები რო არის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, მე მინდა აუცილებლად ხაზი გავუსვა და თქვა რომ საქართველოს არ აქვს არც ერთი დასაკარგი დღე. არც ერთი დღე ჩვენ სადაც ძალიან ბევრი დავკარგეთ ამ 13 წლის განმავლობაში. 13 წლის განმავლობაში ჩვენ შეიძლება და აბსოლუტურად სხვა სახელმწიფო ქონოდა და საერთოდ სხვა რეალობა ქონოდა, მათ შორის არ ქონოდა ეს ძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და იმის გათვალისწინებით, რაც სოფლიოში ხდება, იმის გათვალისწინებით, რაც სომხეთში და აზერბაიჯანში და რეგიონში ხდება, საქართველოს არსად არ არის, საქართველოს არის იზოლაციაში და აგერ ბიძინა ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა შათილიშვილმა გითხრა, რომ მთელი მისი ოცნება არის საქართველოს ქართველების გარეშე. საუკეთესო ნაწილს ამ ქვეყნის ახალგაზრდებს უთხრა, რომ წადით ამ ქვეყნიდან და დარჩით ემიგრაციაში, არ ვჭირდება არაფერშიო. სწორედ ეს არის, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარ თავში უნდა იპოვოს უნდა დაიჯეროს გამარჯვების, იმიტომ რომ 4 ოქტომბერს ჩვენ გვაქვს ორი ძალიან დიდი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პირველი, ქართული ოცნების სისუსტე და ეს არ არის გადაჭარბებული. არასოდეს 13 წლის განმავლობაში ქართული ოცნება ისეთი სუსტი არ ყოფილა როგორც ახლა. და თუ ჩვენ მივეცით დრო იმისი, რომ ეს სისუსტე გადალახონ, მაშინ რეჟიმთან ბრძოლა იქნება ბევრად უფრო რთული. ამიტომ ეს სისუსტე უნდა გამოვიყენოთ და მეორე, საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის უნარიანობა და წინააღმდეგობა. მებრძოლი საქართველოს მოქალაქეები და საქართველოს მოქალაქეები კონსტიტუციურ ფარგლებში მოქმედებენ. იმიტომ რომ თუ ვინმე ესეც უნდა ვიცოდეთ და უნდა ესმოდეს გდდ-ს და შსს-ს განსაკუთრებით. 4 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები იმოქმედებენ კონსტიტუციის ფარგლებში. კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი. ხელისუფლება შეუძლია, რომ აიღოს ძალაუფლება ხელში, როდესაც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან და რეჟიმი გასულია კონსტიტუციური ჩარჩოდან. ამიტომ არანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნები ყველას გელოდებით 4 ოქტომბერს რუსთაველზე 4 საათზე. კი ბატონო, მადლობა ანა წითლიძეს, რომელიც საუბრობდა დღის ამბების პირდაპირ ეთერში.